ჩვენი შემდეგი სტუმარი გახლავთ ღამის შოუს სცენარისტი ბექა სულაძე. Adi შემოგეძება ბატონებია. აღარი გამარჯობა მოგზადი. ჩემო ბექა მიხარია რომ გასპინძლობ ჩემო კარგო პირველად ხარ შენ. დიახ პირველად. ესე იგი ჩემთან სტუმრად, იმიტომ რომ ძირითადად პირიქით მდგომარეობაში ხარ. შენ მასპინძელის პოზიციაში ხარ და მასპინძლობ ღამის შოუში, როგორც სცენარისტი და მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო, რომ ერთ-ერთი გამორჩეული კაცია ამ მიმართულებით, ძალიან ნიჭიერი ადამიანი. თან ჩვენი მეგობრობა, მათ შორის პროფესიული საქმიანობა 10 წლის წინათ არის დაწყებული. შენი პროფესიული დებიუტი სწორედ ჩვენთან შედგა იუმორინაში 2015 და მიხარია რომ ესე წარმატებით აგზელებ ამ შემთხვევაში ამ გუნდის წევრად. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა დამიზახე ძალიან მიხარია აქ რომ ვარ გიყურებთ გულშემატკივრობთ და აი ამ ძალიან კარგ გადაცემაში ძალიან მიხარია რომ მოვედი მადლობა თქვენ რომ დამიზახეთ არ არის იცი მაყურებელს მინდა შენი ის მხარე გავაცნო რომელიც ნაკლებად ჩანს იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად წერ მაგრამ თან ხარ შესანიშნავი მხრობელი და აი ეს მხარე რომ წარმოაჩინოთ ის როგორ ყვები შენ ისტორიებს ჩემო ბატონო ეს არის ისაც დღეს ჩვენ შოუში მოგიბადიზე სხვათა შორის ნებისმიერი ასე ვთქვათ ხუმრობა იქნება თუ ისტორია მოითხოვს კარგ ფორმულირებას და სხვათა შორის ამაზე კარგი ისტორიას მოგიყვებით. ბატონო მეგობრებმა მომიყვარო ამას ყავდა კლასელი სკოლაში და ეს ბიჭი იყო ამ სკოლის დირექტორის შვილი და შესაბამისად სკოლაში სარგებლობდა დიდი პრივილეგიით ყოველთვის რა ეს მასწავლებლების მხრიდან რა დიდი განათლებით ახლა ეს არ გამოირჩეოდა რა არ იყო ეს როგორ გითხრათ როგორი ბიჭია აი მეტრო რომ არ არსებობდეს ვაჟაფშაველას არ ეცოდინებოდა ესეთია რა კარგი ფორმულირება არ არის ძლიერი მხარე ამის განათლება ერთხელ ეს მომიყვარო ისო ქართულის მასწავლებელი ეკითხება რომ რამდენი ასო არისო რამდენი ხმოვანი არისო ანბანშიო და 7-იო 7 კაი ჩამოთვალეო ე 6-6-6-იო აი ასეთი ადამიანი არის და აი ვერ ეუბნებიან აკორექტი რა დირექტორს ვერ ეუბნებიან რომ აი ესეთი ის არის ბავშვი არის და თუ დააგვიანებს მასწავლებლები პირიქით კაცო ამან კი არ დააგვიანა თქვენ მოხვედით ადრეო სხვებს ხო და აი რატო ვამბობ რომ ფორმულირება მთავარი ქართულის მასწავლებელმა დირექტორს უთხრა აი ძალიან კარგი ფორმით რომ ეს ცოტა ვერ ეწევა კარგად ბავშვებს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვსო თქვენს შვილსო მარა რა გადმოცეს ის არ იცისო რა გადმოცეს ის გადმოცეს და გვაქვს პატარა პრობლემა კი ბატონო მოკლედ ორი ძმა იყვნენ რა და ერთი 39 მეორე 40 წლის და ყავდათ მამა და ეს ახლა როგორები არიან არც ერთი არ მუშაობს რა არც ერთი ძმა არც მეორე ძმა არც მამა საათის არ მუშაობს მაგაც სახლში რა ეგეთი ოჯახია რა ბატონო გია და ხო ნუ ზამთარში არ მუშაობენ იმიტომ რომ ამ სიცივეში რა ზაფხულში არ მუშაობენ ამ სიცხეში რა ამინდი არ უწყობთ ხელს თორე ისე ზარმაცები კი არ არიან ხო და ნუ ცოლით შესაბამისად არ ყავს ახლა 40 წლის კაცს რა ეჩქარება ხო და ეს მამაც ნუ რა თქმა უნდა მამაც ანალოგიურად არაზროს არ უმუშავია არაზროს არ მუშაობს არც იმუშავებს და ნუ შვილებს სულ ეჭუბება რომ ბიჭო ის დაემსგავსეთ კაცო ყავთ თუთიყუში ამათ ხო და რა საინტერესო ისტორია რატო ეხლა თუთიყუშს ხო შეუძლია ზოგადად ლაპარაკი ნუ ეხლა ეს თუთიყუში დისკუსიაში ვერ შემოყვება მაგრამ მადლობის თქმა შეუძლია ესეთი თუთიყუში ყავთ რა რაღაცას თუ მეზობელი რომ შემოვიდო და რაღაცას რომ დაუდებ ლარიანი მადლობა ამის თქმა შეეძლო ასე 2 ლარიანი მადლობა ხო და ისე მოხდა რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს თუთიყუში ახლა პანჯარა იყო ღია გალია ასე თქვა და გაფრინა ეს თუთიყუში და მთელი ოჯახი არის დადარდიანებული და ეს მეზობელი მივიდა ახლა მოთა კაი რა მოხდაო თუთიყუშიაო ხო თუთიყუშია მეტია თუთიყუში ეძახი და მთელ ოჯახს ეს არ ჩენდაო ჩემი მეზობელი ეს პირადა ძალიან კარგი ადამიანია აი პიროვნულად იდეალური ადამიანია რა თქმა უნდა უბრალოდ სასმელთან ცოტა მეგობრობს რა აქტიურად ხო ზომაზე შეიძლება ცოტა მეტადაც და ესე ვთქვათ ძალიან მაგრად მოუწია
დალევა და მეორე დღეს იღვიძებს, ესე იგი ბატონოგია ნაბახუსევი, ასე ვთქვათ, რა ძალიან ცუდად არის და აი ახლა 6-7 საათია დილის და ვერაფერი დალია რო ცოტა აი სისხლძარღვები რო გააფართოვოს, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან, ჩავიდა დაბლაიზოში, მაღაზია ღია არ არის, რომს იყოს ფული არ აქვს, რო იყიდოს, არც არავინ ეპატიჟება არაფერს და არის შუა დღემდე ესე წვალებით მივიდა ეს ადამიანი და ჩამოიარა მეზობელმა. რომ მამა ჩემი ოპერაცია გაუკეთე მამა ჩემს, ექიმებმა დამაიმედესო, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად ჩაივლის და აღარ დავეძებ არაფერს, აი უნდა ვიკის რომ კარგის უბრალოდ და გაუხარდა ამას ახლა. არიქა. ცხეთაში იქნებ თბილი, არა ცხეთაში უნდა წავიდე. ჩავიდენ ცხეთაში ეს სუდათ არის და დალევა უნდა აღარ შეუძლია და მოკლედ სუფრა გაიშალა იდეალური და ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა არაყი და ერთი ჭიქა, ორი ჭიქა და დაბრუნდა დედამიწაზე ახლა ეს ადამიანი. კარგად არის უკვე და გამოელაპარაკა ხალხს და სუფრაზე გვერდზე გაიცნო ადამიანი და ეს ეკითხება რომ რა საქმიანობა შენ რა რითი ხარ დაკავებულიო და მეო იოგი ვარო ესე უნება. ახლა ეს დაიბნა იოგიო რა არისო? აი რა გითხრაო იოგიო? აი მე ახლა მაგალითადო შემიძლიაო თითიო ისეთ ადგილას დაგადო ეგრევე გამოგაფხიზდება. კაცი ეგ თითი სადმე არ მოგიხდეს. წლიუს დავთვერი რა უნდა გამომაფხიზნო. სადმე არ მოგიხდეს შენი. სადაშორის ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ღამიშოუს შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან მაგარი ბიჭები არიან აქ და ნამდვილად ვადასტურებ. საკუთრებული იუმორის გზნობა აქვს და ერთ-ერთი თქვენც იცით რა ქვია ბატონოგია ნოე ჟორჟოლიანი ჩვენი ბატონო კი ოქრო ადამიანი და ძალიან აი სხარტი იუმორი აქვს რა აი ისე დროს შეუძლია აი რაღაც ხუმრობა თქოს აი რო არ მოელი და აი რაღაცა გემრიელად სახლს ვაშენებ ბატონოგია რაჭაში გადავწყვეტ ოჯახმა რომ სახლი ავაშენოთ რაჭაში და მამა ჩემი არის ბადრი სულაძე პოეტი მწერალი კაცი არის და სახლს ვინც მიშენებს არის ძალიან უცნაური სახელი და გვარია ძალიან კარგი ადამიანი აკაკი წერეთელი აკაკი ქვია წერეთელია გვარა და ნოე მეხუმრა ჟორჟოლიანი რაიშოა პოეტმა ბადრი სულაძე იმდენი აკაკი წერეთელს აშენებინებს სახლს ერთი დიდი ოჯახი ვართ ბატონოგია და მაგიტომ თვითონ ეს ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი ზვიად ბლიაძე, გიორგი გაბუნია, ჯიმებისაც ჩვენი ბიჭები ძალიან კარგი ატმოსფერო არის და მე მოდის ეს თვითონ ის ხუმრობა გინდა, თვითონ ის რაღაცა დამოკიდებულება იმდენად ვადასტურებ მართლაც ესეა. რეიტინგზე მე მაგიტომ აისახება. ნამდვილად გეთანხმები და აი თითოეული მათგანი ვინ ჩამოთვალე ჩვენი მეგობრებია გულისადი ყველას მოვიკითხავ და მიხარია რომ დღევანდელი შენი სტუმრობა ესეც საინტერესო გამოდგეს. დიდი მადლობა თქვენ ბატონოგია. გაიხარეს ეგრევე. გაიხარეს. ჩვენი სტუმარი გახლდათ ბექა სულაძე. დიდი მადლობა მას. მადლობა თქვენ. გაიხარეს.